ნების შვიდეული აღდგომის მარხვის ბოლო კვირა დაიწყო. დიდ ორშაბათს, სამშაბათსა და ოთხშაბათს აღესრულება პირველ შეწირულის ლიტურგია. დიდ ორშაბათს, სამშაბათსა და ოთხშაბათს აღესრულება პირველ შეწირულის ლიტურგია. იკითხება ოთხივე სახარება. ეკლესია იხსენებს მაცხოვრის ჯვარცმას და მთელი კვირა ემზადება აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან შესახვედრად. ჩვენი სტუმარია სოფელ გურჯაანის მთავარანგელოს მიქაელის სახელობის ტაძრის წინამძღვარი მამაოჟა სონღულაშვილი. მამაოჟა, დაგულოცეთ, მადლობა რომ მონაწილეობთ ჩვენს გადაცემაში. დაგულოცოთ და გაგახაროთ ღმერთთან. მამაოჟა, ბევრისგან მომისმენია, რომ ძალიან სწრაფად გავიდა აღდგომის მარხვა. თქვენც თუ იგრძენით ეს და რა საკითხებზე უნდა დაფიქრდეს ადამიანი დიდი მარხვის ბოლო კვირას? უპირველეს ყოვლისა კიდევ ერთხელ მოგესალმებით თქვენს მაყურებელს, სრულიად საქართველოს ჩვენი ეპარქიის საზოგადოებას და რა თქმა უნდა, ჩვენ თუ ვაკვირდებით, ძალიან სწრაფად გადის ზოგადად დრო. ძალიან სწრაფად იცვლება, მოვლენები ძალიან სწრაფად ვითარდება და შესაბამისად ახლა მარხვაშიც ყოფი ადამიანი მარხულობდა თუ არ მარხულობდა, ძალიან სწრაფად გავიდა ეს დროც. ისე რომ აი მრევლიდანაც მსმენია და ზოგადად ჩვენც ყველა რომ ისე სწრაფად გადის ეს დრო, რომ აი თითქოს ვერ მოასწარით, თითქოს კიდე რაღაც უნდა გააკეთებინა, მაგრამ ჩვენ კიდე გვაქვს პერიოდი ამ ერთ კვირაში, თქვენის რომ ეს მარხვა, ესე ვთქვათ, აღდგომის დიდი მარხვა ორ ნაწილად იყოფა. ესე არის პირველი ეს 40-იანი პირველი ნაწილი და აი დღეიდან უკვე ეს დიდი ნების შვიდეული მძიმე კვირა დაიწყო და ეს კვირა ყველამ უნდა განვაახლოთ ამ მარხვასთან ურთიერთობა, მოდი ესე რომ ვთქვათ. ვინც არ მარხულობდა, აი დღეიდანაც შეიძლება რომ დაიწყოს მარხვა და ვინც ის წინა 40 დღე მარხულობდა, დღეიდან უნდა რაღაცა განვაახლოთ. ჩვენ ყველას გვაქვს რაღაც შინაგანი ნაკლებმოვანება, რომ რაღაცას ვაკლებთ, რაღაცა ვერ ვასწრებთ და აი ეს შეიძლება თანამედროვე დრო მართლაც სწრაფად გარბის და გადის და შეიძლება რომ აი ეს ჩვენ შევავსოთ, დავფიქრდეთ უფრო მეტად, ჩავერთოთ უფრო მეტად მსახურებაში, როგორც თქვენ აღნიშნეთ, მთელი კვირის მანძილზე არის დილა-საღამო სულ მსახურებები, თან ახლა ხარების დღესწაულიც ემთხვევა, საკმაოდ დატვირთული მსახურება აღდგომის ჩათვლით და ვიდრე აღდგომამდე მივალთ, მანამდე მართლაც ეს სახარებებიც იკითხება და მოკლედ ძალიან დიდი დატვირთული მსახურება და აი ამით შეიძლება განვაახლოთ ჩვენი დამოკიდებულება ამ მარხვასთან. რატომ ეწოდება ნების შვიდეულის ყოველ დღეს დიდი? ეს არის უკვე მაცხოვრის ამ ქვეყნიური ცხოვრების ბოლო დღეები. და თქვენ იცით რომ მანამდე იყო დიდებით შესვლა იერუსალიმში, ბზობა, ანუ წინა დღე, იმის წინა დღე იყო ლაზარეს 4 დღის ლაზარეს მკვდრეთით აღდგინება, უდიდეს სასწაული მოახდინა და ამანაც განაპირობა იმ საზოგადოების თავშეყრა, ესე ვთქვათ, რომ უდიდეს სასწაულის მხილველი და ამ მაცხოვართან ერთად ლაზარეც მიდიოდა და ბევრი ადამიანი ლაზარის სანახავათაც მიდიოდა, რომ თავის თვალით დაენახა ეხილვა 4 დღის მკვდარი ლაზარის აღდგინება, უდიდესი სასწაული. აი უკვე შემდეგ იწყება მაცხოვრის ბოლო დღეები, ესე იგი ამ ქვეყნიური ბოლო დღეები, სიცოცხლის ამ ქვეყანაში ცხოვრების ბოლო დღეები და იწყება უკვე ბრალდებები მაცხოვრის მიმართ, იწყება უკვე ცილისწამებები, იწყება უკვე მოთხოვნა, რომ ჯავდებულია მაცხოვარი უკვე, ცილი დაწამებული აქვს, მოთხოვნა იმისა, რომ გაცემა ხდება ოთხშაბათს, დიდ ოთხშაბათს, რა თქმა უნდა, მძიმე დღეთ არის ეს ყველაფერი უკვე, იმიტომ რომ ეს მარტო იუდამ გასცა არა, ჩვენ ამდენჯერაც ვსწოდავთ მაცხოვარს, იმდენჯერ ჩვენ გავცემთ უფალს, ამდენჯერაც ვსწოდავთ ღვთის წინაშე, იმდენჯერ გავცემთ ჩვენ მაცხოვარს და ჩვენც მემსგავსებით, ჩვენი ვსწოდებით სამწუხაროდ იუდას და რა თქმა უნდა გვაქვს სინანული, ხო? ამისთვის არის მოცემული ჩვენთვის სინანული, ჩვენ შეგვიძლია დავფიქრდეთ და აი ეს ცვლილება განვახორციელოთ აი ამ მარხვაში და ჩვენს ცხოვრებაში, რომ ჩვენი ცოდვიანი ცხოვრება შევავსოთ და ამოვავსოთ, გამოვასწოროთ ჩვენი სინანულით, რადგან ვიცით, რომ არც ერთი ცოდვა უფლის მოწყალებას არ აღემატება და შემდეგ უკვე დიდი ხუთშაბათი, როდესაც ზიარების დაწესების დღე არის და შემდეგ დიდი წითელი პარასკევა წოდებული, ეს უკვე მაცხოვრის ჯვარცმის დღეა და უკვე დიდი შაბათი, როცა მაცხოვარი დაფლულია და ესე ვთქვათ, მთელი ხილავ საყვაროს დუმს, ანუ გაჩერებულია ყველაფერი, გაოგნებულია ყველაფერი და მოციქულებიც კი დაბნეულები არიან. 9 აპრილი დასვენების დღე არის, დიდი ხუთშაბათია და წესით ყველა მორწმუნე მრევლის საზოგადოება უნდა ემზადებოდეს ამ დღისთვის, იმიტომ რომ ზიარების დაწესების დღე არის და ამ დღეს ყველა უნდა ვცდილობდეთ, რომ ვეზიარებოდეთ. ამ მთელი წელი უნდა ვფიქრობდეთ, ვემზადებოდეთ ამ დღისთვის, რომ დიდ ხუთშაბათს უნდა ვეზიარებოდეთ. მანამდე რა თქმა უნდა ხარები
საღარიბის როგორც თქვენ აღნიშნეთ, მანამდე იცით რომ ეს სახარებების კითხვა ფაქტიურად თავიდან ბოლომდე სრულად იკითხება სახარებები ყველა მოქმედ ეკლესიაში, სრულად ხდება გახსენება, გააზრება, რომ ჩვენ მრევლთან ერთად მასწავლებელი პირები გააზრებულად შევხვდეთ აღდგომის დღესასწაულს, ბრწყინვალე დღესასწაულს, მაგრამ აღდგომამდე იყო გოლგოთა, აღდგომამდე იყო ის ვნების შვიდეული და აღდგომამდე იყო მაცხოვრის ამქვეყნიური ცხოვრება და დარიგება, სწავლება, სასწაულები, ცრემლეობდა, ხო, აი 4 დღის მკვდარი ლაზარესთან მიდიოდა აღსადგენად, მაცხოვარი ტიროდა, ადამიანებთან ერთად ტირო, ჩვენთან ერთად ტიროდა, ის ტკივილი განიცადა და შეეცოდა კაცობრიობა ადამიანი და ასე რომ ეს სახარებების კითხვა ახლა ხარების დღე მის უწმიდესობას სულ უყვარდა ხოლმე გამოთქმა ჩვენ დიდი წინაპრებიო ესე ამბობდნენ რომ ხარება დღესო ჩიტი ბუდესაც კი არ იკეთებსო და ყველას მოუწოდებდა რომ ყველა ყოფილიყო ტაძარში რომ ყველა საქმე გადადოს ადამიანმა და ყველაფერი დატოვოს ადამიანმა და უდიდეს დღესასწაული ხარების დიდებული დღესასწაული ერთად აღნიშნოთ და ვეზიაროთ და გავხდეთ ამ ხარების დღესასწაულის მოზიარენი და სულიერი აზრის მტვირთველი. ასევე რა თქმა უნდა დიდ ხუთშაბათს როგორც ვთქვით, უნდა ადამიანი ცდილობდეს რომ ეზიარებოდეს, თან მადლობა ღმერთს ახლა დასვენებაც დაემთხვა, ბევრს ენატრებოდა და ბევრი აღნიშნავს რომ აი ყოველთვის უწევდა სამსახურში ყოფნა და ახლა ძალიან ბევრმა მრევლთაგანმა აღნიშნა რომ აი გვიწევს რომ დიდ ხუთშაბათს უნდა ვეზიაროთ, უკვე ემზადებოდნენ მთელი წინაპირებში რომ გაიგეს რომ 9 აპრილს უწევს დასვენების დღე. და ბოლოს მომავაშა რას ურჩევთ იმ ადამიანებს, რომლებიც არ არიან მარხვაზე, რომლებიც არიან მარხვაზე ასევე და რომლებიც დღეიდან შეუდგნენ. პირველ რიგში ალბათ ჩემ თავსაც თქვენ ყველას და მთელ საზოგადოებას, მარხველსაც და არამარხულსაც. ესეთი დიდი დღესასწაულია ყველას ერთად ვუსურვებ, რომ განგვეცდებინოს, გაგვეთავისებინოს აღდგომის დიდებული დღესასწაული. და ის მანამდე კიდევ არის გოლგოთის გზა, ამას არ უნდა ავარიდოთ ჩვენ თავი და იმ ტკივნეული დღეებს ნუ ავარიდებთ თავს, გავიაზროთ, დავფიქრდეთ რამხელა რამ სასწაული ხდება ჩვენს ცხოვრებაში, რომ უფალი ჩვენთვის განკაცდა, თავი დაიმდაბლა, მონის სხეული მიიღო და იტვირთა, ანუ ჯვარზე გაეკრა. ხო, აი ნახე, ჯვარზე გააკრა, ეს ცოტა ცუდი გამონათქვამია. უფალს როგორ შეიძლება ვინმე ჯვარს ქვეყნიერების შემქმნელი, ხილულ და უხილავ სამყაროს შემქმნელი ვინმე ჯვარზე გააკრას, ხო? უფალმა ინება ჩვენი სიყვარულისთვის, კაცთმოყვარეობისათვის, ინება უფალმა, რომ იტვირთა ჯვარი ჩვენი ცოდვებისათვის, რომ ჩვენთვის მოეტანა თავისუფლება, სასუფეველის კარი გაეხსნა და სულის ცხონება მოეტანა ჩვენთვის. და შვება და თავისუფლება. ასე რომ ვინც მარხულობს თუ არ მარხულობს, ჩვენ თავს ყველას ერთად ვუსურვებ, რომ განგვეცადოს აღდგომის უდიდესი ბრწყინვალე დღესასწაულის აზრი, ერთად გავიაროთ ის დღეები, ერთად შევეგებოთ, რა თქმა უნდა, ერთად შევიდეთ აღდგომის დიდებულ დღესასწაულთან და ყველას გისურვებთ, რომ ერთად დავიწყოთ ეს მარხვაც და გავლიოთ ღვთის სადიდებლად და რა თქმა უნდა, პირველ რიგში სული საცხონებლად და სინანულით, საკუთარი ცოდვებისად. დიდი მადლობა რომ მიიღეთ ჩვენს გადაცემაში მონაწილეობა. მადლობა თქვენ და დაგლოცოთ და გაგახაროთ და ბედნიერ აღდგომას გისურვებთ, აი ეს დარჩენილი მარხვა სინანულისა სრულიად საქართველოს და